ძლიერი ადამიანების სიაში ბევრი დიდი სახელი შეხვდებათ, თუმცა არის ერთი კაცი, რომლის შესახებაც ალბათ ბევრიც არ გსმენიათ. მაგრამ თუ გინდათ გაიგოთ, რას ნიშნავს ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით ძლიერი, მაშინ აუცილებლად უყურეთ ვიდეოს ბოლომდე. ლუის სირი დაიბადა 1873 წლის 10 ოქტომბერს, კანადის პატარა სოფელში. ბავშვობა არ იყო ჩვეულებრივი. ეს იყო დრო, როცა რთულ სამუშაოებს ბავშვები ასრულებდნენ, მაგრამ ლუი საერთოდ სხვა იყო. ფიზიკური ძალებით გამორჩეული ის მამის ფერმაში ხშირად იღებდა მონაწილეობას. ისეთ რთულ დავალებებში, რომლებიც სხვებისთვის რთული იქნებოდა, მაგრამ არა ლუისთვის. უკვე პატარა ასაკში ლუი გამოირჩეოდა მისი ფიზიკური შესაძლებლობებით, რომლებიც თანდათანობით მისი ბუნებრივი ძალის განვითარების საფუძველს ქმნიდა. ლუის სირის ყველაზე ცნობილი მიღწევა 1895 წელს მოხდა, როდესაც მან ასწია პლატფორმა, რომელზეც 18 კაცი იდგა. დიახ, სწორად გესმით, 18 კაცი, რომლის ჯამური წონა 1967 კილოგრამი იყო, თითქმის 2 ტონა. ეს იყო უდიდესი ფიზიკური მიღწევა იმ დროისთვის და დღესაც უცვლელია მსოფლიოს ყველაზე დიდი და შთამბეჭდავი რეკორდი, რომლის გაუმჯობესება ვერავინ შეძლო. წარმოგიდგენიათ, ადამიანი, რომელიც თითქმის 2 ტონას წევს, ნამდვილად დაუჯერებელია. მაგრამ ლუის ძალა მხოლოდ სხეულის მასაში არ იზრდებოდა. მისი ყველაზე შთამბეჭდავი მიღწევების ერთი იყო მომენტი, როდესაც მან მხოლოდ თავისი ხელებით შეძლო ცხენების გაჩერება. შეიძლება წარმოუდგენა გაგიჭირდეთ, მაგრამ ეს ფაქტი სიმართლეა. ლუის სირი ცხენებს მართავდა ისე, რომ მათ თავიანთი ძალით ვერ შეძლეს მოხვევა, რადგან მისი ხელები იმდენად ძლიერი იყო, რომ მან ისინი გააჩერა. ასევე მისი ყველაზე განთქმული უნარი იყო ის, რომ მხოლოდ თითებით შეძლო 227 კილოგრამის აწევა. უბრალოდ წარმოუდგენელია. მისი თითები ისეთი ძლიერი იყო, რომ თავისუფლად შეეძლო რკინის გისოსები გაეღუნა. მაყურებელი შოკში ვარდებოდა, როცა ხედავდა, როგორ იღებდა ცალ ხელზე და აწვდიდა უზარმაზარ ობიექტებს. ლუის წარმოდგენები ძალიან პოპულარული იყო. მთელი ევროპა და ჩრდილოეთ ამერიკა დაინტერესდა მისი უნიკალური სანახაობით. ლუის სირიმ თავისი კარიერა დაიწყო ძლიერი მამაკაცების გამოფენებში და კონკურსებში მონაწილეობით. მთელი მისი ცხოვრების განმავლობაში ის მონაწილეობდა სხვადასხვა გამოფენებში, სადაც შეასრულა ისეთი ძალისხმიერი შეჯიბრებები, რომლებიც დღემდე ლეგენდებად იქცა. ლუიმ თავისი შთამბეჭდავი მიღწევებით და სანახაობებით გულშემატკივრები მოიპოვა და სახელოვანი პიროვნებაც გახდა. ის იყო პირველი ადამიანი, ვინც შეძლო ერთდროულად რამდენიმე რეკორდის დამყარება. თითქმის ყველა გამოწვევა დასძლია. მთელ ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპაში მოგზაურობდა. მონაწილეობდა დიდებულ გამოფენებში და სხვადასხვა ძალისხმიერ შეჯიბრებებში. ეს ყველაფერი გააფართოვებდა მისი სახელის პოპულარობას. ლუის სირი გახდა ნამდვილი სიმბოლო ძალის და ნების. მან იმდენი რეკორდი დააფიქსირა, რომ მისი სახელი შთაგონებას აძლევდა ყველა, ვინც სპორტით იყო დაკავებული. ლუის სირი, რომელიც უამრავ შთამბეჭდავ ფაქტს ფლობს, გვეუბნება, რომ ადამიანის შესაძლებლობების საზღვარი მხოლოდ მის მრწამსია. მან დაამტკიცა, რომ შეუძლებელი არ არსებობს. თუ ადამიანმა საკუთარი მიზანი დაისახა და შეუპოვრად იბრძოლა მისთვის. თუ გინდა ძალა, თავდაჯერებულობა და შეუპოვრობა, შეხედე ლუის ისტორიას და გაიგე, რა გჭირდება იმისთვის, რომ გადალახო ნებისმიერი დაბრკოლება. ყველა ადამიანს აქვს უნიკალური შესაძლებლობები, მაგრამ იმისთვის, რომ ისინი გამოიყენო, უნდა გწამდე შენი ძალების. თუ გიყვართ ასეთი შთამბეჭდავი ისტორიები, მოიწონეთ ვიდეო და გამოიწერეთ არხი. ველოდებით თქვენს კომენტარებს და მერწმუნეთ, შემდეგი ვიდეო კიდევ უფრო საინტერესო იქნება. დროებით.